თუ გიჯდებათ ტელეფონი და ამ დროს გაითიშა დენი, არ გაქვთ არც powerbank-ი. არა და სასწრაფო ზარს ელოდებით. და ტელეფონი ასე 5-10% არის დარჩენილი. შეიძლება გაითიშოს. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. ჩამოვშლით პანელ უდამლენის, ანუ შეტყობინებების ფარდას. ესე. შემდეგ სწრაფი პარამეტრები, ბისტრეი ნასტროიკის. ორი თითით ზემოდან ქვემოთ ჩამოუშვებთ. და ნახეთ აქ ენერგო, ანუ ეკონომიი ენერგია უბრალოდ. ამას ხანგრძლივად ვაწყაპებთ და ნახეთ აქ ამოვაგდებს ესეთ რაღაცებს და ნახეთ აქ აწეს. ანუ ელემენტის ხანგრძლივობა ენერგო დაზოგვის დროს 12 საათია. ანუ მე მაქვს ახლა ამ ეტაპზე ჩართული ადაპტირებადი ენერგო დაზოგვა. და დაახლოებით 88%-ზე არის ტელეფონი. ჩვენ თუ ანუ 5-10% დაგვჭა ტელეფონი და ანუ გვიჯდება, ვაკეთეთ შემდეგს. აგერ აქ ჩამონათვალე რაც არის, ამას ყველაფერს მოვნიშნავთ. და ნახეთ მაქსიმალურ ენერგოსბერეჟენია. ამას ჩავრთავ და ნახეთ შემდეგ. ნახე უკვე ანუ რეჟიმი ენერგოსბერეჟენი ანუ ელემენტის დაზოგვის რეჟიმშიო ერთი დღე გაგიქაჩავთო ანუ ელემენტიო ხანგრძლივობა რა ელემენტის ხანგრძლივობა ეს როცა ჩავთეთ სუპერ ენერგო დაზოგვა მაქვს ახლა როგორც გითხარით 88% მაგრამ თქვენ თუ დაუშვათ 5-10% გაქვთ ამ შემთხვევაში გაგიძლებთ დაახლოებით 5-დან 10 საათამდე ანუ 5-10% შემთხვევაში და შეძლებთ დარეკვას და ზარების მიღებას და SMS-ების გაგზავნას და მიღებას. მადლობა ყურადღებისთვის, ხოს დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.